მაშასე ცენტრი არაფერს ეკითხება რეგიონს და კვირიკაშვილმა და მარგველაშვილმა ჩუმა და მალულა დაუნიშნეს აჭარას ახალი ხელისუფალი. ეს განაცხადა მურმან დუმბაძემ. რამდენიმე წუთში მე უკვე შეკითხვები უნდა დავუსვა პატრიოტთა ალიანსის ლიდერს ირმა ინაშვილს, რომელსაც ჩვენი ინფორმაციის წინასწარი მონაცემებით აქვს ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოკვეთილი დამაჯერებელი გამარჯვების იმედი სწორედ აჭარაში. მანამდე კი მედეა ვასაძე სწორედ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გვერდება პირდაპირ ეთერში. მადლობა ქალბატონო მედეა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა სიტყვით თქვენ მურმან დუმბაძემ თქვა რომ არავინ არაფერი არ გკითხათ, ისე ჩუმა და მალულა დაგინიშნეს პრემიერმა და საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ოპოზიციის თქმით არ ღვევს ამით კონსტიტუციას. ხელისუფლება რა შეგიძლია თქვენ დღეს გვითხრათ რა პროცესები მიდის აჭარაში? როგორ მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა და გითხრათ ის რომ აჭარაში ეს ორი დღეა ძალიან ცხელი მდგომარეობა, ცხელი ვითარება, პროცესები ისე ფორსილებულად მიყავს ყოფილ უმრავლესობას, რომ ამ ჭარბწონიან უმაღლეს საბჭოს წევრებს სუნთქვის უკმარისობა დაგვემართა. სიმართლე გითხრათ. რა მოხდა? მოხდა ის, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ კონსულტაციებს გავდიოდით ფრაქციები საქართველოს პრეზიდენტთან და შემიძლია გითხრათ, რომ კონსტრუქციულად მიმდინარეობდა ეს შეხვედრები და შესაბამისად კონსულტაციები. აღმოჩნდა ამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ, რომ თურმე პრეზიდენტს რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული სტატუსი დანიშნული ყავს პარალელურ რეჟიმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წამოყენებული კანდიდატი ბატონი ზურაბ პატარაძე. ესე იგი ეს პროცესი დაწყებულია პარალელურ რეჟიმში და შედეგის თვალსაზრისით აღმოჩნდით სრულიად გაუგებარ ვითარებაში. შემიძლია გითხრათ იმდენად რამდენადაც სახეზე გვაქვს კონსტიტუციის თქვენ არაფერი არ გითხრათ პრეზიდენტმა რომ მას უკვე დანიშნული ყავდა პატარაძე, ისე ხდებოდა და ისე გადიოდა თქვენთან კონსულტაციებს, რომ ეს არ გითხრათ ქალბატონო მედეა? არა, არ ვიცოდით ჩვენ ეს. მე არ დამისვავს ასეთი შეკითხვა. მე ინფორმაცია არ მქონდა, შესაბამისად ასეთი შეკითხვა თავში ვერც მომივიდო და მონებია და ამდენად ის გავიგე მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გავრცელდა. დიახ, ქალბატონო ინგა, ეხლა რაშია საქმე? პრეზიდენტმა დარღვევა რაში მდგომარეობს? პრეზიდენტმა გამოიყენა დიახ, თუ არ ვცდები ტექნიკური ხარვეზია, ჩვენ შევეცდებით რომ დაუკავშირდეთ მედეა ვასაძეს, რომელმაც განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, რომ როდესაც მათ ხვდებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცალ-ცალკე ფრაქციებს და დეპუტატებს და არ წმუნებდა, რომ აჭარის ახალი მთავრობისთვის მიეცა თქმა, ამ დროს თურმე უკვე ყოლია მას დანიშნული რწმუნებული ზურაბ პატარაძე და ამის შესახებ პრეზიდენტს არ მიუწოდებია ინფორმაცია დეპუტატებისთვის. თუ არის საშუალება, გავაგრძელოთ მედეა ვასაძესთან საუბარი. ქალბატონო მედეა გისმენთ და მე გადავდივარ კვლავ აჭარაზე. მედეა ვასაძეს მოუხდი ბოდიშს ტექნიკური ხარვეზისთვის. ქალბატონო მედეა, თქვენი პროგნოზი გითხარით რა მოხდება დღეს აჭარაში? ანუ პრობლემა ოცნებას არ აქვს რომ დაამტკიცოს ახალი მთავრობა? დიახ, ეხლა ალბათ სადაც არის დაიწყება კენჭისყრის პროცედურები. ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იღებს მონაწილეობას, ასევე არ ვიღებ მონაწილეობას. მე იმდენად რამდენადაც ოპოზიციის დანიშნულება გახლავთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ოპონირება და დღევანდელი მხარდაჭერა მე სამომავლოდ ოპონირებაში ხელშემიშლის. გამომდინარე აღნიშნულიდან 12 უმაღლესი საბჭოს წევრი არის მობილიზებული და ვფიქრობ თუ რაღაც შიგა გაუგებრობას, რაც დამახასიათებელია კონკრეტულად კოალიციის რეჟიმში ყოფი უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის, თუ რაღაც არ მოხდა, ნუ ასეთ მე ღალატს, აი შიგა ღალატს ვეძახი ამას, თუ ასეთი რამ არ მოხდა, ვფიქრობ რომ უმაღლესი საბჭოს უკაცრავად მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წამოყენებული კანდიდატურის დამტკიცება დღეს მოხერხდება და სწორედ აი იმ
გაუგებრობის დაზღვევისათვის გახლავთ კანდიდატი ბატონი ზურაბ პატარიძე დანიშნული აჭარაში პრეზიდენტის წარმომადგენლად, აი ეს გაუგებრობა თუ ექნება ადგილი, რომ დაძლეული იქნას ეს პრობლემა, თუმცა ძალიან ცუდია, რომ ეს პროცედურა განხორციელდა კონსტიტუციის დარღვევით. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა იმდენად რამდენადაც ამ ბრძანებულებას ხელს აწერს ამავდროულად კონტრასიგნაციის წესით ქვეყნის პრემიერი მასტერკლასი უჩვენა თავის გუნდს აჭარის უმაღლეს საბჭოში იმდენად რამდენადაც ამათი სანდოობა არის ძალიან დაბალი და მე აი დღეს როგორც მონაწილე ამ სხდომის გამოვთქვამ აი განცვიფრებას გამოვხატავ იმის გამო რომ აი კიდევ უფრო გაღრმავებულია მლიქნელობა ეს არის საშინელება და დღეს თითქმის ყოველი მეორე გამომსვლელი უმრავლესობიდან ამბობდა რომ ბატონი ზურაბ პატარიძე არის მისი პირადი მეგობარი და ეს ასეც რო იყოს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ეხლა ამის αφიშირება არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. მლიქნელები ყავს ქართულ ოცნებას გუნდში ანუ ამბობთ. მლიქნელები ყავს გუნდში ქართული ოცნება კი. ქალბატონო მედია რამდენიც გნებავთ ქალბატონო მედია ერთი კითხვა მინდა დაგისვა ძალიან დიდი შეჯახება მოხდება საარჩევნოდ გულისხმობ პოლიტიკურ ბრძოლას ამ შეჯახებაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე როგორც ჩანს აჭარა იქნება ერთ-ერთი ეპიცენტრი სადაც გაივლის ეს საარჩევნო ფრონტის ხაზი ვის აქვს ყველაზე რეალური შანსი დღეს მოიგოს აჭარაში არჩევნები მე ვფიქრობ რომ მინდა დავაზუსტო ის რომ აჭარა ყოველთვის იყო პოლიტიკური ცენტრი. აი ჯერ კიდევ ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობიდან, აი იმ პერიოდიდან ყოველთვის იყო აი ცხელი ადგილი, ცხელი წერტილი პოლიტიკური თვალსაზრისით, ამიტომ აჭარაში არის დიდი პოლიტიკური გამოცდილება და აჭარას ყავს არაერთი პოლიტიკური ლიდერი, აი იმ დროიდან მოყოლებული. გამომდინარე აღნიშნულიდან აი ეს პარტიები რომლებთაც აქვთ შანსი გარკვეულწილად 5%-იანი ბარიერის გადალახვის მე რეალურად ასეთი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი მიმაჩნია რომ ასეთი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი არსებობს თუმცა ამ დროისთვის პერსონებს ვერ ვხედავ ამ პარტიების იმიტომ რომ მაინც გამარჯვება მოაქვს პერსონებს და მე მოუწოდებ მათ გააქტიურებისაკენ საიმისოდ რომ აჭარაში იყოს ესეთი კონკურენტული გარემო ამავდროულად მშვიდი გარემო და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ გუშინ პრეზიდენტთან როგორც კონსტიტუციისა და დემოკრატიის გარანტთან მან მოგცა პირობა რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ იყოს მშვიდი ვითარება ქვეყანაში და მიმაჩნია რომ ამ პარტიებს შორის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოვიაზრებით ჩვენც ბატონი მურმან დუმბაძის გუნდი რომელიც სულ ეხლა მოკლე პერიოდში დაარეგისტრირებს თავის პარტიას ეს იქნება როგორც ძველი სახეები ჩვენი სახით და მე მგონია რომ ეს სიძველე განაპირობებს სწორედ ჩვენს პოლიტიკურ პერსპექტივას ასევე იქნებიან ახალი სახეები და ჩვენ ჩავერთვებით ამ ბრძოლაში რომლის შედეგებით მე გარკვეულწილად ჩვენს გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. მადლობა ქალბატონო მედია მე წარმატებას გისურვებთ ეს იყო მედია ვასაძე მე მას ვემშვიდობები მაშასე რამდენიმე წუთში უკვე არმაზახვედიანი გასცემს პასუხებს დღის ამბების შეკითხვებს მე კი შეგახსენებთ რომ წუთი წუთზე მოხდება სავარაუდოდ აჭარის მთავრობის დამტკიცება ზურაბ პატარიძის აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნულ